პირველი ივნისისთვის Prime TV-ის სკოლა სტუდიამ გადავწყვეტეთ ბავშვების გახარება. გახარება მზიურის ბაღში აღინიშნა. ბაღი, რომელიც ნოდარ დუმბაძეს უკავშირდება. და რატომ ნოდარ დუმბაძე? ნოდარ დუმბაძემ თავისი შემოქმედებით კიდეც აცინა და კიდეც ატირა მკითხველი. მისი ემოცია იმდენად გადამდებია ყველა ასაკის თაობისთვის, რომ ნოდარ დუმბაძეს უბრალოდ სხვანაირად ვერ მოვეფერებოდით. მისი მზით გათბა ნამდვილად ჩვენი ბავშვების ყოველი წუთი. ეს დღე ჩვენია. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც 1950 წლიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება და ჩვენ კეთილდღეობაზე, ღირსეულ განვითარებაზე ზრუნვას ისახავს მიზნად. ყველა ბავშვში არის მზე, რომელიც აუცილებლად გაბწინდება. ჩვენი შეკრების ადგილი სიმბოლურია, რომელიც მზიანი კაცის იდეით დაარსებულა და მზიური ეწოდა. ყველასათვის საყვარელ პოეტსა და მწერალს ბავშვებისათვის ქართული დისნეილენდის გაკეთება მოუსურვებია და სისრულეშიც მოუყვანია. ჩვენი სიუჟეტი სწორედ ნოდარ დუმბაძის მზით იქნება გამთბარი. იდეის გაჩენიდან ძალიან მალე დავიწყეთ მზადება. აგვიყვნენ ბავშვები, რა თქმა უნდა ჩაედგნენ მშობლები და მათ მადლობა ჩართულობისთვის და ძალიან სახალისო იყო მინდა გითხრათ, ემოციები, ინტონაციები, რომელიც მის სახასიათო ლექსებს უკავშირდება. დედიკომ და მამიკომ დამიტოვეს ქეცინო, ასე მითხრეს მიხედევ, არაფერი ეტკინოს. არაფერი გაწეხოს, არ დაგუწოს კაბები. დაუმალე ნემესები, დაუმალე ღილები. მაკრატელიც დამალე, არ დაიჭრას ფრჩხილები. ფანჯარა თუ გატეხა, დამნაშავე იქნები. არ მიელსა ღუმელთან, არ დაგუპო მანანა. გამომსახველობითი მეტყველება, რომელიც ნოდარ დუმბაძის პოეზიის აუცილებლად აღსანიშნავი ამბავია. ლალი, ლალი, ჩემო ლალი. რაო, ჩემო მანანა. ის თოჯინა დედაშენმა ჩემთან გამოგატანა. რასა ბრძანებ ქალბატონო, არ გათხოვებ არასდროს. გინდა ისევ გააციმო, ისევ სულო დამართო? რადგან ასე მეუბნები, რადგან ასე მაჯავებ, დამიბრუნე ჩემი ვაშლი, მე რომ გუშინ გაჭამე. არაფერსაც არ მოგცემ. იმ ვაშლისთვის აღარ გახსოვს ლოყაზე რომ გაკოცე? მე რომ წიგნი მოგიტანე, კარგი წასაკითხავი. მე რომ მოგარჩინე ექიმი რომ ვიყავი. ჰო, დიდი საქმე, სულ არ იცი თამაში. მე რომ მოგეხმარე კანფეტების ჭამაში. მე რომ შენ თოჯინას გავუკეთე მემსები. მე რომ წაკითხე დიდი გრძელი ლექსები. როგორც ვხედავ ქალბატონო, უმადური ბრძანდებით და გავიწყდა გუშინწი რომ გამომართვი ბაფთები. არც თოჯინა მინდა შენი, აღარ შენი ვაშლები. ბუტე, გაგებუტე, აღარ გეთამაშები. ყველაზე ლამაზი, ყველაზე კეთილი, დიადი. ვინ არის ნეტავშენ თუმცა მგონი არახამართალი ესაა შენი და ანანოს დედა. მელია მუქა კათამსო რომ შეაბედი მამასო ამაღამ შენთან წამოდი ფანაგალიტი თაგავსო კათამა უთხრა მელდაო მე შენთვის არა მცხელაო სუერთი წუთით ვაცადე გამოვაყუდებ მუროსო და იმასე ლაპარაკე თუ თავზე ქუდი ვხურავსო.
მე პირადად ჩემ გაკვეთილზე ვცდილობ ბავშვებს ურთიერთობები ვასწავლო ემპათიურობა, ვასწავლო გონდურობა, ურთიერთობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურობისთვის. მახსენდება როგორები იყვნენ ძალიან ცოტა ხნის წინ და როგორ ვითარდებიან ისინი ჩვენ თვალწინ. პირადად ჩემ თვალწინ, როდესაც ბავშვი საერთოდ კონტაქტში არ შემოდიოდა და დღეს უკვე თვალსაჩინოა მისი ყოველი გამოსვლა. ძალიან საყვარლები, ძალიან კარგი, მოწადინებული ბავშვები არიან და ამისთვის მათ ძალიან დიდი მადლობა. ბები როგორ დავიჯე, რომ სათვალე კარგია, გუში მცადე გავიკეთ, არაფრით არ მარგია. ვიღაც ფისვა დავინახე, ვიღაც შეითევონი. სათვალეა ხერხმში შენი თვალეთები. გუში გავსოს საყვარელი მთელი დღე რომ აწვალე. თურმე თურმე გეკითა და მოძებნა სათვალე. ხანდრობანას თამაში შეიძლება თალვაში. ქალბატონო ასმათი, დაუმალია სანთი. ნოდარიკულთა ბუა, მოწალებ ბაბუას. წყალს გადაჩუ, ყასახო, ჩეცხი რომ გაჯახო. სენა პეტელა, სეუზოინებო, სენუზე სხენებო, სენო სიტუნენებო, ოდი სახანიდები, ატეოდა ვასები. დესის მოწესაკებოდი, ოდი სანტფასებო. რაკ ვაბილს გავართ თუ იცით, კარგად შემხედება. ცისფერი ქუდი მახვრავს მათში ალორჯი კაბა. ბახშვარ ხელით ვატარებ ჩვენი მებაღეძია, თავზე პეპელა მაზიზა, იცით, მე ბაბი მქვია. ხათუნამ გულის კანკალი, ბებოს მოპარა კაკალი. და როცა კაკალს პარავდა, როცა ხურავდა კარადას, ჩილა გაუტყდა მურაბის. და სწორედ ამას ხათუნას თავზე დააგდა ზურაბი. ხათუნამ უთხრა, მოდი ძამიკო, კაკალი გავეღოთ. ამიტომ მთელი კაკალი უნდა მონზე დაიყო. ხათუნამ ხელის კანკალით სულ ჩაუთვალა კაკალი. მერი არ იცით რა იყო? ბებია მაინც გაიგო. მამამაც გაიგო, მერე დედამაც გაიგო. ჭორმა იარა, ქვეყანა შემოიარა. მაგრამ ხათუნა კი არა. ქურდი კაკლის და მურაბი, მაგრად მისყიპეს ზურაბი. მე მთაზე დამჭა პატარაო და კარგი დილა და კარგი ამინდი. ოდას ლამაზი პარმაღი ქონდა და ხავსიანი ეწყო კრამიდი. მე თბილისელი გოგო ვარ, აზრიანი და გამგები, თუ არ შთილი ჩარმდიე, ქუჩებში დაგეკარგები. მე ფოთოლი ვარ ამ ჭადრის მზე მკოცნის, თორე მარიგებს, თუ დროზე არ ამიტაცე, მოვა და ქარი წამიღებს. მე სიყვარულის წვიმა ვარ, მე ლერწმის სალამური ვარ, მე სიხარულის ლექსი ვარ, გულის ნადები, თუ დროზე არ შემიყვარე, სხვა ვინმე შევუყვარდები. დღეს სულ მოწყენილი ვარ, ხასიათი წამიხდა, ისიც ჩემი თოჯინა ძლიერ ავად გამიხდა. ხმას არ იღებს სრულებით, ართაჭმელი არ უნდა, უექიმთან წავიდა, რა ვქნა რომ არ დაბრუნდა. ყოველ წუთას ოთახში ნუ შემოხვალ ბებია, მოარიდია ლანტყობს, იქნებ გადამდებია. ღმერთონე ტავსაშიში, არაფერი არ იყოს, აქ ნუ მოსწევ პაპირას, გარეთ გადი მამიკო. შენ ლალი ხარ საქართველოს სილამაზე, თბილისი და თბილი გულის ფეთქვა გქვია. შენ ძებნაში საქართველოს ლამაზთაზე, მზეს რამდენჯერ გზა და კვალი დაჰკარგვია. მყავს რომ ხედავს ეს თისყალი, კი არა და თბილისი და ქართველების სისხლარევით რემლებია. შენ თბილისი კი არა და ჩემო კარგო, ის მაოცებს ნატრის თვალი რა დაგქვია. პრაიმ ტივის სკოლა სტუდია არის ადგილი, ოჯახი უფროსე ვიტყოდი, სადაც მხოლოდ მეტყველების გამართულობას არ ვაქცევთ ყურადღებას, სადაც ბგერათა კოლექციაზე არ მუშაობთ მხოლოდ
აქ არის ერთი გუნდი, აქ არის დიდი სიყვარული. აქ ბავშვები შემოქმედებითად ვითარდებიან და ჩვენ ყველა მთელი გუნდი ვცდილობთ, რომ მათ მიცეთ ძალიან ბევრი საინტერესო დღე და შთამბეჭდავი მოგონებები და ცხოვრება.